მოგიდოცავთ ბიჭებო ქუთაისის აი შესანიშნავ დღესასწაულს თქვენ როგორც გამორჩეულ ქუთაისელებს და სიკეთე გქონდეს ამ არაჩვეულებრივ ქალაქს მოგესალმებით კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და იცით თქვენ როგორ გვიხარია ყოველთვის თქვენთან სტუმრობა და მადლობა ამ შესაძლებლობისთვის ვისარგებლოთ თქვენი ეთერით და ჩვენს უსაყვარლეს ქალაქს ყველასთვის ძალიან საყვარელ ქალაქს და ყველას მიმღებ ქალაქს ჩვენს ქუთაისს მიულოცოთ გვირილობა და ყველა ქუთაისელს უსურვოთ ბედნიერება, წარმატება და ჩვენს ქალაქს ასევე კეთილდღეობა და კარგად ყოფნა. ხალ ამაზე ტრადიცია ჩამოიყალიბდა უკვე მეორე წელია, როდესაც აი ამ დღეს აქ აღნიშნავდა. კი ბატონო. ჩვენიერი ამბავია. აქ თქვენს მოსვლამდე გია ბურჯანაძემ ისაუბრა ქუთაისურ იუმორზე და იუმორი ჩვენს გადაცემასაც უხდება და აბატონო შენთაგან მოვლა. ხოდა ჩემი ნაცნობია და მაგის თავს მოხდა ეგეთი რაღაცა რომ ადრეო ბიჭო ძალიან გაჭირებულად ცხოვრობდით მთელი ოჯახი. გახსოვდა ძველი პერიოდიო, არა შუქი, არა წყალი, არა გათბობა და ზოგადად გათბობის პრობლემა იყო სახშიო და ისეთი გაჭირებული ოჯახი ჰქონდა, რომ მამაჩემს სიცხეს უაძლევდა, მაღალ სიცხესო ყველას გიხარდა, მე მამაჩემზე ვთქვებოდი უყველა. შენი გამოსავალი უყოვიათ. თუ გადასახადიც არ მოვიდა და არაფერი ეს. იოლად გამოზონდა. ერთი ძალიან ისეთი კარგი კაცი იყო ქუთაისში. საური ერქვა და ბორძიკას ეძახდნენ ზედმეტსახელად რა ხო. იმიტომ რომ ბოდიში ახლა ცალი ფეხი ქონდა მოკლე რა ამ კაცს ხელიც არ ქონდა ორივე ერთნაირი. ცოტა სიმაღლეშიც დაბალი იყო და თან ცოტა წელში მოხრილი იყო და ყურშიც ეს და ბოლომდე ყველა ხოდა აი ხანი ამ საქმეზე მუშაობდა ხანი მაგრამ აი თუ რამე დასაცლელი იყო დასატვირთი იყო და ეხლა და იქ ხო სხვებიც იყვნენ ამასთან ერთად, მაგრამ პირველი ყოველთვის ზაური ბორძიკას უშვებდნენ, რომ გაჭირვებული იყო ძალიან და ეხმარებოდნენ და თუ რამე იყო პირველი ზაური უნდა მისული. ხოდა ესეთი ერთი დღეა და რაღაცა დიდი მანქანა დასაცლელი და ზაურია გაუშვათო ბორძიკაო და მივიდა ეხლა დასაცლელად და ძღოლი ეხლა თავზე ადგას და ამ მანქანას ზევიდან ასე გადმოფარებული აქვს და იმას ხო უნდა მიწვდეს პირველი რომ შეხსნას. ხოდა ამ თოქს ვერ წდება, ეხა ვერ წდება, ეპოტინება და ახედა ზევით და ღმერთო რა იქნებოდა. ერთი სიმაღლე მოგეცაო ჩემთვისო და ძღოლმა გამოხედა და სხვა ყველაფერი ხო გააჟურჭი რა ზლავა. ხერ კიდევ ერთი მშვენიერი სიმღერა გაქვს ჩამოტანილი, რომელიც ბატონ ვაჟა აზარაშვილს, ჩვენს ძვირფას მაესტროს, დაუვიწყარ კომპოზიტორს ეკუთვნის და მას შესანიშნავად ასრულებდნენ ქალბატონი ეთერ კაკულია და ბატონი ნიკო ჯადუგიშვილი და მიხარია რომ თქვენეული ვერსიით გააცოცხლეთ ეს სიმღერა და მოდი შევასრულოთ ჩვენ შოუში. დიდი სიამოვნებაა. თუ ჩემი ძმა ხარ ერთიც მიმღერე და დავუჩოქებ მიწას მუხლებით მაშ გამარჯვებად გბილო სიცოცხლე დავრჩებით ერთად ჩვენ განუყრელი ვინ მისაფერი მუხრანის ღვინოს ვინ მისაფერი არა გვისველებს სანამდე უნდა რომ ზედებინოს გავარავარებლო ქროს თაველებს სხვა საქართველო მაინც სად არის რომელი კუთხე რომელ ქვეყნისა ვის თუ თქავს ასე ცეცხლის გადარი ქვეყნად სამოთხე სხვას ვის ეღირსა დაუბადებულ ვარ რომ ვიყო მონა და საქართველოს მედგასული მაშ გამარჯვებად გბილო სიცოცხლე დავრჩებით
დავრჩებით ერთად ჩვენგან უყრელი სხვა რომ მოგდება მისთვის რა არის წავა გაქრება როგორც სიზმარი მე კი რა ვუყო ამ გოლიათ მთებს რომ კონდრის კაცსაცდება დაგანთებს ნედავსადავს სამზვარებს ბოლო ვინ დარგო ერთად ამდენი ვაზი შობს აღარ მქონდეს სულად სამშობლო და არ იყოს ასე ლამაზი სხვა საქართველო მაინც სად არის რომელი კუთხე რომელ ქვეყნისა ვის თუ თავს ასე ცეცხლის ნადარი ქვეყნად სამოთხეს თვას ვისეღირსა დაუმატებულ ვარ რომ ვიყო მონა და საქართველოს მეტ გასულელი მას გამარჯვება გვილოს სიცოცხლე დავრჩებით ერთად ჩვენგან უყრელი დაუმატებულ ვარ რომ ვიყო მონა და საქართველოს მეტ გასულელი მას გამარჯვება დავრჩებით ერთად ჩვენგან უყრელი დავრჩებით ერთად ჩვენგან უყრელი დიდი მადლობა სტუმრობისთვის ჩვენს კვარტეტს წარმატებები უსურვოთ მას